გორში დღეს გამართული აქცია და მათი მოთხოვნების შეფასებების თემა გახდა პოლიტიკურ წრეებში. ოპოზიცია ამბობს, რომ მნიშვნელოვანია უწყვეტი საპროტესტო აქციები, რათა ხელისუფლება იძულებული გახდეს უკან დაიხიოს. რაც შეეხება მმართველ გუნდს, ისინი თვლიან, რომ პროტესტი უშედეგოა და აქციებზე უცხოური ძალებისგან დაფინანსებული ადამიანები დგანან, შესაბამისად მიაჩნიათ, რომ მათი პროტესტი გულწრფელი არ არის. აბსოლუტურად უკვე ყველა გაიშიფრა, უცხო ქვეყნის დავალებებს ასრულებენ, ფაქტიურად მახსენდება უკვე საბჭოთა კავშირი, ზუსტად საბჭოთა კავშირზე უარესი არის ევროკავშირი. ამ შემთხვევაში ძალიან დიდი იმედი გვაქვს, რომ ამერიკა შესრულის პოლიტიკას ჩვენს წინააღმდეგ და იქნება ზომიერი. აი ეს ხალხი, ვინც ამ აქციებს აგრძელებს, ისევ და ისევ ფინანსირდებიან უცხო ქვეყნისგან, ესენი არიან უკვე აგენტები, მაგათ სახელი ეგ არის და აგრძელებენ ეგერი ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის საქართველოს წინააღმდეგ ბრძოლას. სამშობლოს სიყვარული გამო ვისჯებით ეს ხალხი, სამშობლოს სიყვარულის გამო ისჯებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ წუთში ტყვეობაში არიან, ასე ვიტყოდი და თითოეულ აქ დგომს, რომელიც ქუჩაში ვდგევართ, არ გვეშინია. გაყიდულები თვითონ არიან, ამას ვიტყოდი, მათ გაყიდეს სამშობლო, მიაყიდეს რუსებს და რა თქმა უნდა, ადამიანი, რომელიც გაყიდულია და რაღაცას საუბრობს შენზე, ის არ უნდა იყოს საწყენი.